ის თუ როგორ აშუქებდა რუსული პროსამთავრობო, ესე ვთქვათ, სახელმწიფო მედია ამ კონფლიქტს თავიდან ბოლომდე იყო პროპაგანდა. იქ არანაირ გაშუქებაზე რაღაცა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საერთოდ საუბარი არ იყო. იმათ ჰქონდათ აი ამას რუსულად თქვია მიტაძიჩკა. ეს არის ესეთი ინსტრუქცია, რომელიც ურიგდება აი ამ მედია საშუალებებს წლების და წლების დაწლეულების განმავლობაში იყო და დღემდე ეს არის. აი ამას ეცნობიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გარკვეული ხაზი. აი ამ ხაზს უნდა გავყვეთ, ეს უნდა ვთქვათ, ეს არ უნდა ვთქვათ. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამაზე არ ვლაპარაკობ. იქ შეიძლება აშკარა ტყუილიც იყოს, როგორც ამ შემთხვევაში, აი თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი, ან ეს манипуляციურად, ესე იგი, შენ როგორ გააშუქებ, ამას შეიძლება თქვა ფაქტზე, მაგრამ გააჩნია რა სიტყვებით მოყვები ამბავს და რა კუთხით შეხედავ და კიდე რაღაცა გარკვეულ შეფასებას მისცემ, რაც საერთოდ ნიუზ და ახალი ამბების ჟურნალისტიკაში საერთოდ მიუღებელი ამბავია. და ესეთი იყო უამრავი, სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დაიწყო ომი, საქართველოს ბრალია, რა ვიცი, ჩვენი ჯარისკაცები როგორ იქცევიან და როგორ იქცეოდნენ ну აი რაღაცა მოგონილი და ისეთი პროპაგანდისტული ამბები. ჩვენ უბრალოდ რადგან ახლა ეს არის როიტერის სააგენტო სტანდარტი, ამიტომ ჩვენი საქმით პასუხობდით ამას არ ჭირდება. ეს არ არის სწორი, ეს არ არის სწორი. არა, აი ეს არის განახებთ ეს მოხდა, ეს მოხდა, ესე მოხდა, ესე მოხდა. იქ უკვე ყველაფერი არის დამოკიდებული შენს პროფესიონალიზმზე.